Იცით როგორ რაღაცა, ზოგადად გარემოებები იცვლება ყოველთვის. დასაწყისში დეკემბერში რა ვითარებაც იყო, ეხლა ბევრად უფრო მძიმე ვითარებაა. რა თვალსაზრისით? ზოგადად საზოგადოებაში წნეხი უფრო მეტია ქართულ ოცნებაზე. თვითონ ქართული ოცნების შიგნითაც არ არის დაალაგებული სიტუაცია. ეგ ეხლა არ გჭირდება იყო შიგნით წრეებში, რომ ხვდებოდე, რომ ამდენი გადაადგილება სიკეთის მომტანი მათთვის არ არის. ბევრი ნიშანია იმის, რომ ქვეყანა არის მერყეობს მართლა და ძალიან ცუდად მერყეობს რეალურად. ვიზა ლიბერალიზაციაზე პრობლემები გვაქვს, ბევრი პრობლემა აქვს ქვეყანას. შეერთებულ შტატებთან პრობლემები აქვს ყველა ქვეყანას ჩინეთთან, რომელიც სტრატეგიული პარტნიორი იყო, მასთანაც პრობლემები გვაქვს თურმე. ანუ რეალურად არავისთან დაალაგებული ქვეყანა არის და რაღაც მხრივ იზოლირებულები ვართ. ანუ ეს რყევები, ანუ ყოველ ანუ მართლობის კრიზისი რეალურად არის, რასაც ამბობთ. მე ვხედავ ამას შეუიარაღებელი თვალით და ვიღაცა ვინც ოდნავ მაინც ერკვევა ამ საკითხებში, ნამდვილად ძალიან კარგად ხედავს, რომ კარგად არ არის ჩვენი ქვეყანა, ანუ ყველა დაძაბულია, ქვეყანაში არის სერიოზულად, ანუ ადამიანები ერთმანეთს ვეჩხუბებით რაღაცა უაზრო თემებზე, და ქვეყანაში სუფევს დიდი ცუდი მუხტი. ეს მუხტი სადღაც უნდა აფეთქდეს და ეს აფეთქება აუცილებლად მოხდება. ეს აფეთქება მალე მოხდება ალბათ, იმიტომ რომ გრძნობ ხოლმე დასაწყისშივე ვიცოდი რა განაჩენიც გვექნებოდა და ყველა რომ მეუნებოდა ჩემი მეგობრების ჩათვლით არაუშს გამოუშვებენ, ვიცოდი რომ არ გამოუშვებდნენ და როგორც ვიცით არ ცხვალდა არ ძეგ ამ ბიჭებს არავინ არ გამოუშვებს, იმიტომ რომ როგორც ბატონმა კობახიძემ ბრძანა, ჩვენ თურმე პრევენციის მიზნით ვართ დაჭერილები. დღეს განაცხადა სხვათა შორის მან ასევე დღესაც გააკეთა მსგავსი განცხადება. ისედაც მოწამული ცხოვრების მისი განცხადებების მოსმენით. ერთ-ერთი რაც მინდოდა მე ზოგადად მეთქვა, რომ დღეს არის ძალიან ცუდი და რთული ვითარება ქვეყანაში და არჩევნობანას თამაში ჩემთვის, როგორც პატიმრის ოჯახისთვის, არის უმტკივნეულესი. დღეს რაც უნდა ლელოს წევრი ან გახარიას წევრი დადიოდეს და პამფლეტებს და ლიფლეტებს არიგებდეს, ეგ არ შეცვლის საქართველოს მომავალს და ვერც გამოგლეჯს. რა შეცვლის თქვენი აზრით? რა არის სად გადის ახლა ბრძოლის მთავარი ხაზი? ხალხის დიდი მასის პროტესტი და ის რომ ქართულმა ოცნებამ მიხვდეს, რომ უნდა გაჩერდეს, უკან დაიხიოს და იმისთვის, რომ ქვეყანას რაღაცა მომავალი კონდეს, უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები. ანუ რაღაც დიალოგში იყო ძალიან ბევრი ხალხი ქუჩაში. ეხლაც არის ორი აქცია, თქო, წეღანაც ვახსენეთ და ანონსებული 13-ში, 4-ში, ცხადია იქნებით ღმერთმა ქნას თქვენი ოჯახის წევრებიც ამ დროისთვის იყვნენ გარეთ, თუმცა ეს მართლა ეხლა შეიძლება იყოს რაღაცა ჩვენი სურვილები და ამას რეალური საფუძველი არანაირი არ კონდეს, მაგრამ აი ეს აქციები რამეს შეცვლის თქვენი აზრით, არის მნიშვნელოვანი იქ ბევრი ხალხის ყოფნა და რატომ? აუცილებელია ყველა ადამიანს აქვს საკუთარი პროტესტის გამოხატვის უფლება და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ადამიანი გამოხატავს კიდეც პროტესტს, უბრალოდ ჯერ არ არის მომწიფებული ალბათ საზოგადოება იმისთვის, რომ იყვიროს ამ პროტესტზე და ეს პროტესტი აუცილებლად იყვირებს, ზუსტად ვიცი, გრძნობ ამას და ვხედავ, როგორც რაღაცა ძალიან არამიამიტურად ვამბობ, იმიტომ რომ არ შეიძლება 9 თვე, ეხა ეს ბოლო 9 თვეზე გვაქვს საუბარი, მაგრამ წლებია უკვე ამ უსამართლობასთან მიდის ბრძოლა ქართველი ხალხის, ეს 9 თვე ესე ანუ ცოტა უფრო შეუმჩნევლად გავიდეს. გამორიცხულია რომ დაალაგდეს ამ ქვეყანაში რაღაცა, თუ არ მოხდა სერიოზული უკან დახევა ქართული ოცნების მიერ. ხრიდან უფრო სწორად და იმედი მაქვს, არ ვიცი რამდენად დაიხევან უკან, იმიტომ რომ ძალიან უკვე ღრმად არიან შესულები დიქტატურაში და ავტორიტარიზმში და აქ უკვე ყველაფერზე წამსვლელები არიან, მაგრამ ჩვენ არ დავთვლით, ზუსტად ვიცი, ანუ მე და სანდროს აღარაფერი აღარ გვაქვს დასაკარგი, ჩვენი საყვარელი ადამიანები ციხეში ყვანან და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბოლო ადამიანი, ვინც კი ციხეში უსამართლოდ ზის, ის გამოვიდეს ამ აქციების დროს დაჭერილი. რა დააშავა ოკმელამ წელიწადნახევარი რომ იტანჯება, მე ვერ ხვდები, ანუ რა და მათმა შვილებმა, მათმა ოჯახის წევრებმა. არავის არაფერი დაუშავებია ნამდვილად.